არიან ის ადამიანები, რომლებიც იქ დავდავენ ჩემთან ერთად კამერაში ორი ქალი კიდე, რომლებიც იგივე მიზეზით არიან დაპატიმრებულები. რა ვიცი, სრული საგიშეთში ვართ, ესეთი განცდა მაქვს მართლა. ანუ ამაზე უფრო უარეს მე ჩემ ქვეყანაში ვერ წარმოვიდგენდი. სულ ნერვიულობდი ჩემ შვილებზე, იმიტომ რომ ერთ-ერთს 15,000 ლარი ჯარი მოაქვს და ფიქრობდი, რომ იმას განსაკუთრებით მეც მივიჭირდე. აღმოჩნდა, რომ ეს მამასაც არ აქვს უშუალობა, ერთს არ აქვს ჯარი, მეორეს აქვს მოკლედ. როგორც ჩანს, ალბათ ჩემს შემთხვევაში უბრალოდ მე ალბათ ჩემმა საკმა იმუშავა ვერ გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს. ფაქტია, რომ ჯერ მე გადავედი და ჩემი და მერე იმიტომ რომ დაგვინახეს ჩვენ, იმიტომ გადმოვიდნენ ესენი, თორე ალბათ არც გადმოვიდოდნენ. და ჩვენ ემოციურად აშკარად ემოცია ძლია, ხო? მეორე ჯერ ვიყავი ესე ქუჩაში, გზის გადაკეთებას ვუძღვით და ორივე ჯერ ერთი და იგივე ვიღაც ადამიანები, 5 ადამიანი, 7 ადამიანი დგას ქუჩაში გადავიდა და რაღაცა მარტოობდნენ თავს და ჭირდებათ ვიღაცა კიდე გვერდში დაინახონ, რომ ისინი არ არიან არის გიჟი თავდადებულები ხო და ამიტომ რაღაც ემოცია გეუბნება, რომ ხა შეცვლა იმათ გვერდზე იქე და ესე გადავედი. ცხადია იქ როცა ქუჩაში გავდივარ ზოგადად იქ გავარ, ეს არის პროტესტი ყველაფრისადმი რაც ხდება და დიდი იმედი მაქვს რომ მალე დავსაჯაროდი, მაგრამ ის რაც რატომაც ქუჩაში გადავედი, ეს იყო წმინდა თანაბზნობა იმ ადამიანებისათვის, ხო? იცი რა, ქუჩაში გასვლა, არ ვიცი, მე მგონია დღეს ყველა ქუჩაში უნდა იყოს, იმიტომ რომ აი ეს ვერაფრით მე საბჭოთა კავშირში დაბადებული ადამიანი ვარ, ხო? 29 წლის ვიყავი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, თვითონ საქართველოს როცა გამოვიდა. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ კიდე იგივე რეალობასთან დამჭირდებოდა მიწევდა დაპირისპირება, ხო? ის რაც ხდებოდა ჩემს ახალგაზრდობაში, გაცილებით უფრო მსუბუქად ეყურებოდა, ვიდრე ის რაც ხდება. საბჭოთა კავშირის ბოლო წლები აღარ იყო ისეთი, აღარ გვეშინოდა, ხო? და ეხლა იდეაში იქით მივდივარ, ისე უნდა თუ შეგვეშინო.